კაი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება ჩვენი გადაცემის დღე და ერთი წიგნი უნდა წარმოგიდგინოთ, საბავშვო და სადიდო წიგნი ერთდროულად. მთვარეკაცუნა ქვია ამ წიგნს და სტუმარი გვეყოლება ეს მთვარეკაცუნა არ არის, მაგრამ ჩვენი მეგობარია ლიპარტის მეგობარი და დაგვესწრება და ჩვენთან ერთად მოისმეს ამ ზღაპარს, რომელიც ტომი უნგერერმა დაწერა, დავით გაბუნიას თარგმანია, თვითონ ტომი უნგერერი კი ფრანგი მწერალი იყო, რომელიც ილუსტრაციებსაც თვითონ ხატავდა თავის წიგნისთვის და არის ერთ პატარა კაცუნაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა და ამიტომ მთვარიდან ჩამოდის დედამიწაზე, თუმცა დედამიწაზე თვად კარგად არ ხვდებიან. რა მოხდება წიგნში? მოდი ერთად ვნახოთ და გავიგოთ რა იქნება ამ წიგნის მთავარი სათქმელი. მაშ ასე კარგად მოკალათდით და დავიწყოთ. თუ ღამე უღრუბლო და ვარსკვლავიანია, ადვილად დაინახა, როგორ წამოკოტრიალებულად ცაზე ლაპლაპა სავარძელში მთვარის კაცუნა. ყოველ ღამე ქროლავი ბურთიდან უყურებს მთვარეკაცუნა, როგორ ცეკვავენ დედამიწელები და შურით ივსება. ნეტა ერთი მეც მაცეკვა იმათთან ერთად, ფიქრობს კაცუნა, აუ რა მოსაწყენია აქ ცხოვრება. ერთ ღამეს მოწყვეტილმა ვარსკვლავმა ჩაუფრინა გვერდით. მთვარეკაცუნამაც მარჯვედ ისკუპა და სწორედ ბეწვზე მიუსწრო. ცეცხლოვან კუდში სტაცა ხელი კომეტას. ვარსკვლავი ისე დაინარცხა დედამიწას, რომ ტყის ღამეული ბინადრები დაფეთებულები შეცვიდნენ სამალავებში. ხმაურზე ქალაქიდან ასობით ადამიანი მოაწყდა იქაურობას. ჯარისკაცებმა იარაღზე იკრეს ხელი დედამიწის დასაცავად. მეხანძრების დაფაცურდნენ, რომ ცეცხლის ენები ჩაექროთ. ნაყინის გამყიდველებმაც სასწრაფოდ მოაგორა იქვე თავისი ურიკა. აბა სეირის მაყურებლებს ნაყინი რომ მოსდომებოდათ და როცა შეჯახების ადგილას მივიდნენ, ვერავინ მიხვდა, ვინ იყო ან რა იყო ეს ფერმკრთალი ფუმფულა არსება, კარტერში რომ იწვა. მთავრობის ხალხი შეშფოთდა, თანამდებობის პირები, მეცნიერები და გენერლები შეფუცხუნდნენ. უცნაურ სტუმარზე თქვეს, ეგ დამპყრობელიაო. ნახეთ ან ილუსტრაციებსაც გაჩვენეთ, ჩვენს კაცუნასაც ვაჩვენოთ. აი, ნახეთ. დამპყრობელი გონიათ ჩვენი მთვარის კაცუნა. მთვარეკაცუნას ციხეში უკრეს თავი და სასამართლომ დიდი გამოძიება გამართა. საწყალი მთვარეკაცუნა, რა ტყუილად ქონდა იმედი, მოცეკვავე ხალხში და ფერად ფარნებში გავერევიო. ერთხელ ღამით მთვარეკაცუნა იჯდა და ფიქრობდა. ნეტა ასე სასტიკად რატომ მომექცნენო და უცებ შეამჩნია, რომ მარცხინა გვერდი სულ მთლად ჩაჰქრობოდა. ალბათ 3/4-დად ვიქეცი, გაუხარდა კაცუნას. ყოველ ღამე მთვარე სულ უფრო და უფრო ილეოდა და მთვარეკაცუნას მასთან ერთად და ბოლოს ფანჯრის გისოსებში გაძრომაც მოახერხა. როცა შეიარაღებული ძალების სარდალმა ინება და საეჭვო პატიმრის მონახულება გადაწყვიტა, საკანი ცარიელი დახვდა. გენერალი სიბრაზისაგან ლამის გაცოფდა. გაგიჟდა, გადაირია. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ახალი მთვარის პირველი მეოთხედი გამოჩნდა ცაზე, მთვარეკაცუნაც ასე მეოთხედად დაუბრუნდა თავის თავს. 2 კვირის შემდეგ კვლავ ბოლომდე გაივსო. თავისუფლებით აღტაცებული, აღმად დასეირნობდა და სურნელოვან ყვავილებს ყნოსავდა, ჩიტების გალობითა და პეპლების ცქერით ტკბებოდა. ერთხელ ერთ ბაღში წვეულებას გადააწყდა, სადაც ნაირ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები ცეკვავდნენ. შეხედეთ, ვიღაცას მთვარეკაცუნას კოსტუმი ჩაუცვამს, წამოიძახა ერთმა ქალბატონმა. მთვარეკაცუნა ძალიან დიდხანს ცეკვავდა გახარებული. ბოლოს ერთმა ღრჯუკაცმა, რომელსაც ხვევისთვის ყველაფრის ჩაშხამება უყვარდა, პოლიციაში იჩივლა. გვიანია და მუსიკის ხმა ხელს მიშლისო. იარაღისა და ფორმიანი პოლიციელების დანახვაზე შეშინებულმა მთვარეკაცუნამ ტყეში დურთა თავი, მაგრამ პოლიციელების მახვილთვალს რა გამოეპარებოდა და გამხეცებულები დაედევნენ მას.
მთვარე გაცვნა პოლიცია უკან ჩამოიტოვა. ელვისი სწრაფით გადაერბინა მთელი სოფელი და ერთ მიყრუებულ ადგილას ძველ ციხე კოშკს შეაფარა თავი. იქ კი გულკეთილი მასპინძელი დაუხვდა, გულთბილი მასპინძელი. ყველასგან დიდი ხნის დავიწყებული მეცნიერი დოქტორი ბუნზენ ვან დერ ბნელი იჯდა საუკუნეების განმავლობაში და მთვარეზე გასაფრენ აპარატს აწყობდა. დასრულებული აპარატი იდგა და ასაფრენ მოედანზე ციხე კოშკის ერთ-ერთ კონგურში. დოქტორი ვან დე ბნელი ისეთი მოხუცი და მსუქანა იყო, კაფსულაში ვერ ჩაჯდებოდა და ვეღარც ჩაეტეოდა. ამიტომ მას თხოვა თავის სტუმარს პირველი მგზავრის შენიყავიო. ამასობაში კი მთვარე გაცვნა მიხვდა, ამ პლანეტაზე მშვიდად ცხოვრება არ მიწერიაო და დასთანხმდა მასპინძელს. დოქტორმა ვან დერ ბნელმა გადაწყვიტა დაველოდები, სანამ მთვარე მესამე-მეოთხეში გადავაო, მაგ დროისთვის მთვარე გაცვნაც ისე დათხილდება, რომ კაფსულაში ჩაეტევა. გაიფიქრა დოქტორმა. რამდენიმე ღამის შემდეგ მთვარე გაცვნა კეთილ მასპინძელს დაემშვიდობა. ისინი აცრემლებულები გადაიხდნენ ერთმანეთს და მერე მთვარე გაცვნა დედამიწას მოსწყდა რაკეტების ღრიალით. კოსმოსური ხომალდის წარმატებით გაშვების შემდეგ დოქტორ ვან დერ ბნელს როგორც იქნა ეღირსა დიდი ხნის დამსახურებული აღიარება, ის ძალზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. რადგან მთვარე გაცვნამ ცნობის მოყვარეობა დაიკმაყოფილა, მას შემდეგ დედამიწაზე აღარასოდეს დაბრუნებულა და ცაზე თავის ლაპლაპა სავარძელში დარჩა წამოკოტრიალებული. ასე დამთავრდა ტომი უნგერერის მთვარე გაცვნას ამბავი. გაცვნაში, რომელიც სხვებისგან განსხვავებული იყო და რომელიც დედამიწელებმა დიდად სიხარულით არ მიიღეს. დანარჩენზე თქვენი ფიქრით შეგიძლიათ დახატოთ კიდევაც, ან თქვენი ზღაპარი შექმნათ. დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარას გევაბნე გემშვიდობებით. მთვარე გაცვნა და ლიპარდის გაცვნა. აბა ბედნიერად. ნახვამდის.